საღამოშვიდობის დღის მთავარ თემებს ეთუნა ინსკირველი გაგაცნობთ. ბიზნესის განვითარების კომპანია არის ამ შენობაში, არა. სამი ჩამოვარდნილი მუშა და კომპანიის ორდღიანი დუმილი ვინ აშენებს ივანიშვილის პანორამა თბილისს. დარღვეული იყო შრომის უსაფრთხოების ნორმები და არ ჰქონდათ დამცავი საშუალებები. ვინ აგებს პასუხს შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევაზე. პანორამა თბილისთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ არასწორს ნორმა და არასწორს წესი, რომელიც არ არის დარღვეული. შრომის ინსპექციამ განაცხადა, რომ ამ დრომდე ობიექტი, რომელიც დედაქალაქის ცენტრში შენდება და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, არც კი შეუმოწმებიათ. შეჩერებული მშენებლობა და ობიექტზე მოსიარულე უცხო პირები. ეს საქმე სტრასბურგში მოვიგეთ თუ წავაგე. საქმე მოგონია რომ წავაგე. არა, მოიგეთ. მოიგე. აბა რა გინდა ხა გამაგე. ამიტომ ეს არა შენ უფრო ქართული ოცნება შალვა შავგულიძის წინააღმდეგ. მოსამართლე მურუსიძე წარმოჩენილი იქნეს, ასე ვთქვათ, დადებით პერსონად ამ გირგვლიანი საქმესთან დაკავშირებით, ხოლო რაღაცა ჩირქი მომცხონმე. გირგვლიანი საქმე და ხელისუფლება. ეს საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც შალვა შავგულიძემ ღია დააფიქსირა თავისი კავშირი ნაციონალურ მოძრაობასთან. Ჩემთვის ეს ფაქტი ის სასამართლო გადაწყვეტილება მათ შორის შავგულიძის როგორც ადვოკატის ქმედებები გადასინჯვას და გადახედვას და სხვა განსხვავებულ მოსაზრებას ჩემთვის არ ექვემდებარება. რატომ დაუპირისპირდა მართველი გუნდი მაჟორიტარობის ოპოზიციონერ კანდიდატს? შავგულიძესთან რო შევა დებატებში გირგვლიანი საქმეზე უკვე ტრაგიკომიკური სურათია. იმედენად პოლიტიკურად მოტივირებულები არიან, რომ ეს გირგვლიანი საქმე, ეს უდიდესი პრობლემა ჩვენი სამართლებრივი სახელმწიფოს გამოიყენონ პოლიტიკურად, როცა უნდათ, როგორც უნდათ ისე. ხედავ, სადაც ვზივარ. თუ ვერ მხედავ, შეიძლება ახლოს მოვიდე ცოტა. მიკროფონი გამართეთ უკაცრავად. მანდატური სამსახურს თხოვრო მიმართოს ქალბატონებას დაიცვას ეთიკა. შიში თქვენგან მოიკითხეთ. ყოფილი თანაგუნდელები პარლამენტის თავმჯდომარეს იმპიჩმენტით ემუქრებიან. აგროვებთ მისი დარღვევის ფაქტებს და მე აუცილებლად დავაყენებ მისი პასუხისგებლობის საკითხს. ვიდრე მეორეჯერ ავსულვალ ზემოთ. იქამდე გონსმოეკოს. რამდენჯერმე დაგვემუქრა ქალბატონება და ამასობაში რამდენიმე თანამდებობის დატოვება მოუწია. დღესაც როგორ იქცეოდა თქვენ თავად ნახეთ. ემუქრება თუ არა კობახიძეს თანამდებობის დაკარგვა. არ არის კობახიძე თავმჯდომარე. ახლა არ არის კობახიძე, არ არის თავმჯდომარე. კობახიძე უბრალოდ ზის თავმჯდომარის სავარძელში ნომინალურად. ირაკლი კობახიძე სამწუხაროდ არის არა პარლამენტის თავმჯდომარე, არამედ ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის სურვილების შემსრულებელი აი ამ დარბაზში. რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი ბიძინა ივანიშვილის კომპანიის შესახებ დასკვნა, მანამდე პანორამა თბილისის მშენებლობა დროებით შეჩერებულია. პირველად ინფორმაციით მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო, რაც სამი ახალგაზრდის სიმაღლიდან ჩამოვარდნის მიზეზი გახდა. ეს მუშების დაზიანების პირველი შემთხვევა არა, გოლფის მოედნის მშენებლობისას მუშის ბეტონის კონსტრუქციაში მოყოლა ტრაგედიით დასრულდა. ლევან ლაფაჩის გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ საგამოძიებო უწყებას პასუხისგებაში არავინ მიუცია. მუშინდელ შემთხვევაზე კი თუ კომპანიის ბრალეულობა დადგინდა კომპანიას 10,000 ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევს. ბიძინა ივანიშვილის პანორამა თბილისის სამშენებლო სამუშაოებს GTDF Solutions აწარმოებს, რომელსაც ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია. კომპანია ჭავჭავაძის გამზირზე ქართულ ბანკის მისამართზეა რეგისტრირებული, თუმცა როგორც აღმოჩნდა, შენობაში არც ოფისი აქვს და არც კომპანიაზე სმენიათ რამე. კომპანია, რომელიც პანორამა თბილისის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, ამ დრომდე არ გამოჩენილა. GTDF Solutions ქართულ ჯგუფის ცენტრალური ოფისის მისამართზეა რეგისტრირებული, თუმცა ივანიშვილის ბანკში ამ კომპანიაზე არაფერი სმენიათ. ქართულ თანამშრომლები ამბობენ, რომ GTDF Solutions ამ შენობაში ოფისი არ აქვს. რეგისტრირებულია ამ წინაპრიდან შეგზავნა და ოფისის წინაპრიდან. 39 აწერია მისამართში. ამ შენობაში GTDF Solutions-ის 100%-იან წელს ტურიზმის განვითარების ფონდი ფლობს, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც სოდნე ებრალიძეა. ებრალიძე, რომელიც ქართული ოცნების შემომწირველია, რამდენიმე დღეში ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გახდება. კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლები დღეს პანორამა თბილისის ტერიტორიაზე არ გამოჩენილან, თუმცა სავარაუდოდ მათი რამდენიმე თანამშრომელი შეჩერებულ მშენებლობაზე იმყოფებოდა. ობიექტი დახურულია თუ არა? მუშები არიან? ამდენი ადამიანი დაცვა? არ მაქვს კომენტარი მაგ მომენტ. თანამშრომელი.
კომპანიის წარმომადგენელი ხართ? არა, რაღაც საქმე მქონდა და შევედი. ინსპექტორების სამსახურმა პანორამა თბილისი პირველად მშენებლობიდან მუშების ჩამოვარდნის შემდეგ შეამოწმდა სიმაღლეზე სამუშაოებისას უსაფრთხოების დარღვევის ფაქტი გამოავლინა. სხვა დარღვევებზე ინსპექტორების სამსახურში გამოძიების დასრულებამდე არ საუბრობენ. ანუ სანამ სრულად არ მოხდება შესწავლა ობიექტის და დღეს ინსპექტორების პროცესი გრძელდება, მიღებული იქნა ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილება სიმაღლეზე სამუშაოების შეჩერების შესახებ. დარღვევების ოფიციალურად დადასტურებამდე ვიდეო მასალიდანაც ნათელია, რომ მუშებს გარე ფასადზე მუშაობისას დამცავი ღვედები და ჩაფხუტები არ ეკეთათ. სწორედ ამ ტიპის დარღვევებზე საუბრობს პროფკავშირების წარმომადგენელიც. არ იყო დამაგრებული სამშენებლო აკვანი, ასე ქვია, და არ ქონდათ დამცავი საშუალებები. როდემდე შეიძლება ვითვალოთ გარდაცვლილები, როდემდე შეიძლება ვითვალოთ დასახიჩრებული ადამიანები და თუ არის ვინმე, რომ პასუხისმგებლობა აიღოს ამ საკითხთან დაკავშირებით. ოპოზიციაში პრივილეგიებსა და უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფაზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ პანორამა თბილისისთვის მერიის მიერ მეხუთე კლასის სტატუსის მინიჭება პრივილეგიებსა და პროექტის განხილვის გარეშე გატანას ემსახურებოდა. მილიარდელი ივანიშვილის ობიექტზე არანაირი უსაფრთხოების ზომები დაცული არის. დენად მაღალი კლასის მშენებლობაა, რომ თურმე ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ვერც ერევა და ვერც ამოწევს. ანუ იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის მშენებლობა რაღაცა მეხუთე კლასიაო ეს. არის რაღაცა ივანიშვილის ინტერესი, რა თქმა უნდა, ყველა იქნება ჩუმად და გაყურსული, დაწყებული კალაძით და დამთავრებული რიგითი ჩინურიკით. ეს არის ივანიშვილის ინტერესი, კაცის, რომელსაც თავის ინტერესის გამო შეუძლია საყდრისი ააფეთქო. ვსაუბრობთ საკითხს, რომ რატომ არის პანორამა თბილისის გასაჩივრებული გვაქვს სასამართლოში სტრატეგიული ობიექტი, რატო არის მეხუთე კატეგორიის მშენებლობა? აი რატო არის? რატო გაბედა ბიძინა ივანიშვილმა და რატო აცეკვა თავის დაკრულზე მთავრობა და გაიყვანა ეს მეხუთე კატეგორია? აი ამისთვის, რომ აქ წვირი არავის არ შეეყო და აქ რა რო ჩაიჭახო და დაიხოცოს ხალხი. დედაქალაქის მერიაში ბრალდებებს უარყოფენ, პასუხისმგებლობას არ იღებენ და ამბობენ, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურს პანორამა თბილისის შემოწმების არც ვალდებულება და არც უფლება ჰქონდა. შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ზოგადად ეს არ არის თითოეული მუნიციპალიტეტის საკითხი, არც მხოლოდ ეკონომიკის საკითხი, ეს არის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებული საკითხი. დამცავი მოწყობილობებსა და ასე ვთქვათ აღჭურვილობის გარეშე სამუშაოები არ უნდა აწარმოონ. ივანიშვილის პანორამა თბილისზე ეს მუშების დაზიანების პირველი შემთხვევა არა. გოლფის მოედნის მშენებლობისას მუშის ბეტონის კონსტრუქციაში მოყოლა ტრაგედიით დასრულდა. ლევან ლაფაჩის გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ საგამოძიებო უწყებას პასუხისგებაში არავინ მიუცია. ბიძინა ივანიშვილის გავლენები, რომლებიც ყველაფერს და ყველას წვდება, გადაწვდა ამ შემთხვევაში სახელმწიფო უწყებებსაც და შრომის ინსპექციასაც. სამწუხარო ფაქტია და გვახსოვს ის დაღუპული ადამიანი, რომელიც გოლფის მოედანში შეეწირა. შრომის უსაფრთხოების სტანდარტები ქვეყანაში არ არსებობს და ცალკე აღებული ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ცდილობს, რომ საკუთარი ბოროტება ყოველთვის იყოს დამალული. მესამე სექტორი სახელმწიფოს მოუწოდებს შექმნილ ვითარებაში საკუთარი პასუხისმგებლობა გაიაზროს. არასამთავრობო ორგანიზაციები კრიზისის მართვის კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან. დღეს ბიზნესს აქვს გარკვეული პრივილეგიები, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებობს კრიზისული სიტუაცია, რომელსაც სამწუხაროდ დღესდღეობით ხელისუფლება ვერ უმკლავდება. მოვითხოვთ, რომ სახელმწიფომ დროულად გაიაზროს ის პასუხისმგებლობა, რაც გააჩნია დასაქმებულთა მიმართ, შექმნას კრიზისის მართვის კომისია, რომელშიც შევლენ სხვადასხვა უწყებები. პანორამა თბილისის მშენებლობაზე დაშავებული 3 მუშა ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ივანიშვილის მშენებლობაზე გარე ფასადების ლესვის დროს დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლიდან 3 ახალგაზრდა გუშინ ჩამოვარდა. უსაფრთხოების ზომების დარღვევის გამო პანორამა თბილისის მშენებლობა შეჩერებულია. სანდრო გირგვლენის მკვლობის საქმე ვინ როგორ იყენებს ტრაგედიას საქმე როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი თუ ლევან მურუსიძის დადებითად წარმოჩენის კამპანიის ნაწილი. ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან გირგვლენის ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძის კრიტიკა, რომელმაც სტრასბურგის სასამართლოში დავა მოიგო, ამ დრომდე არ წყდება. რასედავება სახელისუფლებო ძალა ერთდროს ძლიერ ადვოკატად აღიარებულ იურის შავგულიძეს და რატომ მიიჩნევს მთაწმინდის მაჟორიტარობის ოპოზიციონერი კანდიდატი, რომ ოცნების კრიტიკის მიზანი სწორედ პოლიტიკური ინტერესებია. გუშინ მამუკა მდინარაძე გირგვლენის ოჯახის ადვოკატს უმტკიცებდა, რომ მართალია ევროპულ სასამართლოში საქმე მოიგო, თუმცა ეს არასწორი ქმედებების ხარჯზე გააკეთა. სწორედ ამ დებატების შემდეგ თავდაპირველის ინფორმაციით მმართველმა გუნდმა მამუკა მდინარაძე გააკრიტიკა, წყარო გვიყვება, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ფრაქციის თავმჯდომარეს არგუმენტი და პოზიციები დაუწუნა.
სკანდალური მოსამართლის დადებით პერსონა წარმოჩენა თუ ოპონენტის დისკრედიტაციის მცდელობა, რას ემსახურება ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან. გირგულიანის საქმის გაცოცხლება და შალვა შავგულიძის კრიტიკა ამ შეკითხვაზე პასუხი თავად კრიტიკის ადრესატს აქვს. შავგულიძე ამბობს, რომ სახელისუფლებო გუნდი მისი ცილისწამებით არის დაკავებული და ამის მთავარი მიზეზი, როგორც ჩინჩალაძე მურუსიძის კლანის დაცვა, ასევე მოახლოებული არჩევნებია. რატომ აკრიტიკებს არასამართლიანად ოცნება გირგულიანის ადვოკატს შალვა შავგულიძემ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა. განმარტებები გააკეთა იურისტმა დავით ჯანდიერმაც, რომელიც აღნიშნული საქმის სტრასბურგში გასაჩივრების პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ქართული ოცნება და მათი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აი ამ მართლაც ბინძურ ცილისწამებას ახორციელებს ორი მიზნიდან გამომდინარე. ერთი, მას იმდენად ჭირდება ამ კლანის ასე ვთქვათ გამყარება სასამართლო ხელისუფლებაში, რომ ცდილობს მათი ლიდერი წარმოაჩინოს ნათლად და თეთრად, გაათეთროს როგორმე და მეორე მხრივ მას აქვს სურვილი მოახდინოს ჩემი დისკრედიტაცია. ჩვენ მოვიგეთ ეს საქმე ევროპის სასამართლოში. არ წაგვიგია და აბსურდულია გვედავებიან იმაზე, რატო ვიმოქმედეთ ისე, რომ ეს საქმე მოვიგეთ ევროპის სასამართლოში. სტრასბურგისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ გასაჩივრების ყველა ეტაპი იყოს ამოწურული და საბოლოო გადაწყვეტილებასთან კონდეს საქმე, რომელიც აღარ საჩივრდება. პროკურატურის საჩივრით თუ შემდგომ დაზარალებულის თუ ესე შემდეგ, გასაჩივრება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღარ იყო შესაძლებელი, შესაბამისად, არავითარი პრობლემა საქმის დასაშვებებას ამ გარემოებების გათვალისწინებით აღარ ჰქონდა. რატომ არ გაასაჩივრა შალვა შავგულიძემ განაჩენი ეს შეკითხვა პირველმა ბიძინა ივანიშვილმა დასვა და სწორედ მან გახსნა ოპონენტის კრიტიკის მარათონიც. ივანიშვილის კითხვას ოცნების ლიდერები სისტემატიურად იმეორებენ და როგორც თავად ამობენ, პასუხიც იპოვეს. მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარემ გითხრა, რომ საქმის არ გასაჩივრების მთავარი მიზეზი სწორედ ის გარემოებაა, რატომაც შავგულიძე მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ახლა ევროპული საქართველოს სახელით შექმნილ ოპოზიციურ პარტიასთან გაერთიანდა. თუმცა გავარკვიეთ ისიც, რომ ქართული ოცნების რიგებში არის ისეთი დეპუტატიც, რომლისთვისაც შავგულიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გადახედვას არ საჭიროებს. ზოგადად არ გასაჩივრებასთან დაკავშირებით ყოველთვის არსებობდა კითხვის ნიშნები, ხო, რატო არ გასაჩივრდა აპელაციის დონეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, ამაზე ყოველთვის არსებობდა კითხვის ნიშნები. ბუნებრივი ის ეჭვები, რომლებიც არსებობდა ეჭვის დონეზე, მანამდე გაამძაფრა იმან, რომ დღეს ის დგას იმ ადამიანების გვერდით, რომლებაც მოკლეს არა მარტო სანდრო გირგულიანი, არამედ შემდეგ ირინა ენუქიძე. სანდრო გირგულიანის თემა ჩემთვის არის ის თემა, რომელიც მიმართაც შეფასებები, ღირებულებითი იქნება თუ იქნება ნებისმიერი სხვა ფორმატის ასე ვთქვათ ჟელობა, ჩემთვის გადასინჯვას არ ექვემდებარება არანაირად. სანდრო გირგულიანის საქმე სტრასბურგში გაგზავნამდე საქმემ ქართულ სასამართლოში ორი ინსტანცია გაიარა. სააპელაციო სასამართლოში სარჩელის ავტორი საქართველოს პროკურატურა იყო. ამის შემდეგ საქმე უზენაეს სასამართლოში მიდის, სადაც ლევან მურუსიძის მონაწილეობით გირგულიანის ყველობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. მურუსიძე ამბობს, რომ საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მისთვის უფრო კომფორტული იქნებოდა ეს кейსი საერთოდ არ განეხილა. ჩემთვის მაგალითად ძალიან კომფორტული და კარგი იქნებოდა თუ ამ საქმეს მე არ განვიხილავდი. მაგრამ რადგანაც ამ საქმის გაახილვაში მომიწია მონაწილეობა, ჩემი ერთადერთი პასუხი ამაზე არის, რომ მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, რაც მიმაჩნდა სწორად და კანონიერად. დავა მოიგე, თუმცა რისკები გაწიე შალვა. ეს იყო არგუმენტი, რომელსაც ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე ტელეკომპანია იმედის ეთერში შალვა შავგულიძესთან დებატების დროს მის წინააღმდეგ იყენებდა. მამუკა მდინარაძე გირგულიანის ოჯახის ადვოკატს უმტკიცებდა, რომ მართალია მან ევროპულ სასამართლოში საქმე მოიგო, თუმცა ეს არასწორი ქმედებების ხარჯზე გააკეთა. ეს საქმე სტრასბურგში მოვიგეთ თუ წავაგე? საქმე მოგონია რომ წავაგე? არა, მოიგეთ. მოიგე. მურუსიძე მოიგო თუ შავგულიძე? მურუსიძე რა შუაში? არა, ვინ მოიგო? ვიღაცამ ხო მოიგო? თქვი ჩემი აზრით. ვიღაცამ ხო მოიგო? კიდეთ რომ კარგად წაგეყვანათ, საქმე მურუსიძე შეიძლება იგივე გააკეთებინა, უარესი გააკეთებინა. ვიღაცამ ხო მოიგო? ვინ მოიგო? მოიგე ეს საქმე. ადვოკატმა მოიგო? მე კი მოიგე. ვიყავი ადვოკატი? კი, მე. აბა რა გინდა ხა გამაგინე? ამიტომ ეს არა შენ უფრო რისკები გაწიეთ. რისკები გაწიეთ, შალვა. რისკები. სწორედ ამ დებატების შემდეგ TV პირველისთვის ცნობილი გახდა, რომ მმართველმა გუნდმა მამუკა მდინარაძე გააკრიტიკა. წყარო გვეუბნება, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ფრაქციის თავმჯდომარეს არგუმენტები და პოზიციები დაუწუნა. თავად მდინარაძე ინფორმაციას ჭორს უწოდებს და გვიყვება, რომ გუშინ TV იმედის ეთერში შალვა შავგულიძე დაამარცხა. როდესაც შავგულიძემ წააგო დებატები პირწმინდად გუშინ ელემენტარული ურდიულ კითხვის პასუხი ვერ გასცა, დღეს არის ახალი პიარ გეგმა ჩვენი ოპონენტებისგან დასახული, რომ გუშინ
დღევანდელი დებატების შედეგი რამენერად გადაიხედოს და თქვან ისეთი რაღაც, რაც ბუნებაში ლოგიკასთან და იურიდიულ ლოგიკასთან განსაკუთრებით არ მოდის სიახლოვეს. მოქმედი თანაგუნდელების გარდა მამუკა მდინარაძე დებატების შემდეგ ყოფილმა თანაგუნდელებმა და ოპოზიციამაც გააკრიტიკა. ყველა მათგანი ამბობდა, რომ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე არაკვალიფიციური იურისტია და მისი მხრიდან გირგულიანის საქმეზე საუბარი პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია. დინარაძე თავის კვალიფიკაციით, კვალიფიკაცია აქვს დაბალი, როგორც იურისტ და პოლიტიკოსად ის ვერ შედგება. შავგულიძესთან რო შევა დებატებში გირგულიანის საქმეზე, უკვე ტრაგიკომიკური სურათია. ნამოზე გარეცხილი პიტრაბეგერით არ მოვიდები უსინდისო ზნეობისგან დაცლილი ხელისუფლება, რომელსაც შემორჩა რამდენიმე მოლაპარაკე თავი და მათ შორის ერთ-ერთი არის ეს ბატონი დინარაძე, ვინც გუშინ დებატებში იყო შავგულიძე და ყოველი ამას კადრულობდა. დენად პოლიტიკურად მოტივირებულები არიან, რომ ეს გირგულიანის საქმე, ეს უდიდესი პრობლემა ჩვენი სამართლებრივი სახელმწიფოს გამოიყენონ პოლიტიკურად, როცა უნდათ, როგორც უნდათ ისე. 12-ში უნდათ შავაშაგულის გამოყენება, გირგულიანის საქმის გამოყენება არჩევნების მოსაგებად. თურმე მხოლოდ ეს უნდათ, იმიტომ რომ ეხა ჩვენ ხედავთ, რომ რუსიძე ამ პროცესის მონაწილე მათთვის აბსოლუტურად მისაღები კანდიდატია და შავგულიძე გახდა მტერი. შალვა შავგულიძის კრიტიკა პირველმა ბიძინა ივანიშვილმა მის ბოლო ინტერვიუში დაიწყო. ქართული ოცნების ლიდერმა თქვა, რომ გირგულიანის საქმესთან დაკავშირებით ქართულ სასამართლოში დამდგარ განაჩენზე პასუხისმგებლობა უფრო მეტად გირგულიანის ოჯახის ადვოკატს ეკისრება, ვიდრე საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძეს. ივანიშვილის აზრით აღნიშნულ საქმეში შავგულიძე თამაშის მონაწილე იყო. მურუსიძე კი ამ თამაშის მსხვერპლი. დადგება თუ არა ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში და რა ფაქტებს აგროვებს ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარეზე. იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს თანამდებობიდან გადაყენებით ემუქრება. ყოფილი თანაგუნდელი პარლამენტის თავმჯდომარეზე ამბობს, რომ პარლამენტისთვის და ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია. დეპუტატმა ყოფილი ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ისიც კი ურჩია, რომ ირაკლი კობახიძეს ხელი კიდევ ერთხელ ჩაკიდოს და პარლამენტიდან გაიყვანოს. ასე არ ფიქრობს თავად ირაკლი კობახიძე და ამბობს, რომ ეკა ბესელია ეთიკურობის ყველა ზღვარს გასცდა. წარმატებული ლიდერად მიიჩნევენ ირაკლი კობახიძეს უმრავლესობაში და დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიციას მისი სიძლიერის ეშინია. ოპონენტები კი ფიქრობენ, რომ ასეთი სუსტი პარლამენტის თავმჯდომარე და ბიძინა ივანიშვილის სრულების შემსრულებელი სპიკერის საკანონმდებლო ორგანოს არ ახსოვს. დამშვიდით ქალბატონო, დამშვიდით. ყველას ბატონ უკრის ჰქონდა აწეული ხელი თავიდანვე. ყურადღებით ერთი წუთი ყურადღებით ირაკლი შენ მოგმართავ. კარ ხომ ხედავ სადაც ვზივარ. თუ ვერ მხედავ შემიძლია ახლოს მოვიდე ცოტა. მიკროფონი გამართეთ უკაცრავად. შენობით მიმართვის გამო პარლამენტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიას მიკროფონი გაუთიშა. ამის შემდეგ დამოუკიდებელი დეპუტატი სპიკერთან ავიდა და კობახიძეს უთხრა, რომ ის კონსტიტუციას და რეგლამენტს უხეშად არღვევს. პარლამენტის თავმჯდომარემ ბესელიას ეთიკურობის დასვისკენ მოუწოდა. პარლამენტის თავმჯდომარეს ჯერ თქვენობით უნდა მიმართოთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მოგმართავ თითოეულ თქვენგანს და შემდეგზე როცა ამ შეცდომას გამოსწორეთ, მერე მოგცემთ ხოლმე სიტყვას. მანდატური სამსახურს თხოვ, რომ მიმართოს ქალბატონებას დაიცვას ეთიკა. უარ შეგეშინდა. შიში თქვენგან მოიკითხეთ. მომიყვანი ხარ წესიერად მოიკითხეთ. შიში ქალბატონებად თქვენგან მოიგითხეთ. ჭერს უყურა იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც დარბაზისთვის არ მიუყრია ყურადღება. აი ყველგან უნდა და გაიხედა, ოღონდ არ შეემჩნია, რომ ვითხოვდი სიტყვის უფლებას. გეუბნები, რომ თუ მხედავ თქო, თუ ვერ მხედავ, ამოვალ და უფრო ახლოს დაგენახები თქო და ამოვედი და უფრო ახლოს დავენახე. არაფერი გავაფრთხილე, რომ კეთილი უნდა ინებოს და დაიცვას კონსტიტუცია და რეგლამენტი. ირაკლი კობახიძესა და ეკა ბესელიას შორის დაპირისპირება სხდომათა დარბაზის გარეთაც გაგრძელდა. სკანდალური სხდომის შემდეგ ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის აუცილებლობაზე ისევ ალაპარაკდა. ყოფილი მეოცნებე საკანონმდებლო ორგანოში კობახიძის ჩადენილ დარღვევებს აგროვებს და მალე მისი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს. ეს პროცესი თავისთავად იქნება მისთვის დამასრულებელი ფაქტობრივადაც, თორე ისე შინაარსობრივად. ხა კობახიძე გიტყოფილა გინდა რა, ერთი კომიკური ფიგურა დარჩა მარტო. მან არ იცის კომუნიკაცია, არ იცის ურთიერთობა, არ იცის როგორ მოიქცეს, არ იცის რეგლამენტი როგორ დაიცვას. იცის მარტო ჭერში ესე ყურება, ან გვერდზე გაიხედება, როცა არ უნდა რომ შეგიმჩნიოს და ეხლა ისწავლა მიკროფონების გამორთვა. ეს ბოლო ფაზაა და ეხლა ვიდრე მეორეჯერ ავსურვალ ზემოთ. იქამდე გონსმოეგოს. მეორე დრო ამოვალ, მე ქვემოთ ჩამოვიყვან. მანდატური არ უშველის. ვინ დაიკავებს ისე? კარგი უხუცესი ყავს პარლამენტს და უხუცეს შეუძლია ხდომა წაიყვანოს უფრო გონებულად.
ბესელია საპასუხოდ პარლამენტის სპიკერმა თქვა, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი ემოციურ მდგომარეობაშია და არაეთიკურად იქცევა. კობახიძის თქმით, ბესელია ოცნებას რამდენჯერმე დაემუქრა და ამასობაში რამდენიმე თანამდებობის დატოვება მოუწია. ის არის რთულ მდგომარეობაში, ეს არის რეალური მოცემულობა და ეს თავის ემოციურ მდგომარეობას ქალბატონი იგა ხშირად ავლენს ხოლმე დღესაც როგორ იქცევა და თქვენ თავად ნახეთ, არის სამწუხაროდ არაეთიკური უკვე მისი იქცევა, უკვე დიდი ხანია. სანქციები მას უკვე დაუწესდა და ამიტომ დატოვა ყველა თანამდებობა სადაც იყო. პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებას ეკა ბესელიას პასუხი მალევე მოყვა. ბესელიამ ივანიშვილს მიმართა დროულად ჩაკიდოს ხელი კობახიძეს და ის პარლამენტიდან გაიყვანოს, სანამ საკანონმდებლო ორგანო პოლიტიკურად გადაიწვა. ით ყოფილა ეხა პარლამენტის თავმჯდომარე გინდა რომ ცნობილი ქართული მხატვრული ფილმის არ იყოს, გინდ გაიტანეთ და გინდ შემოიტანეთო ეს თქვენი გაგორებული პარლამენტის თავმჯდომარეო. ეხა იმ მდგომარეობაშია უკვე და მე არ მგონია რომ პერსონაჟებთან პარალელების გავლებით კიდევ უფრო შორს უნდა წავიდა, მაგრამ უბრალოდ გამახსენდა და მის პატრონს კიდევ ერთხელ მოუწოდებ ივანიშვილს, მოკიდოს ხელი, როგორც ერთხელ ჩაგიდა ხელი უმრავლესობის ხმაზე და ჩემთან მოიყვანა ბოდიშს მოსახლეობა მე არ მოუშვი საერთოდ ჩემს სიახლოვეს, ხელი მოკიდოს და თავისი ადგილი მიუჩინოს, სანამ პოლიტიკურ ხანძარში გაახვია ეს პარლამენტი. პარლამენტის თავმჯდომარის დაცვას დღეს ქართული ოცნების წევრები ცდილობდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ირაკლი კობახიძე წარმატებულია. მათი თქმით კობახიძეს იმიტომ ებრძვიან, რომ ის ძლიერია. მე ვფიქრობ, რომ კარგი თავმჯდომარეა და ძალიან რთულია საერთოდ სხდომის წაყვანა, მით უმეტეს ამდენი ხალხი როცა არის, ხან საქმესთან დაკავშირებით და ხშირ შემთხვევაში ჩასაფრებული პოზიციიდან გელაპარაკება სხდომის წაყვანა რამოდენიმეჯერ გამომიცდია, საკმაოდ რთულია და ვფიქრობ, კარგად დარტყმებს თავს. მარტივი პასუხი შემიძლია. ძლიერებს საერთოდ ყოველთვის განსაკუთრებულად ებრძვიან. პირიქით არის სინამდვილეში ყველაფერი, როდესაც ირაკლი კობახიძე კარგად უძღვება ამ ყველაფერს და როდესაც სწორი სახელმწიფოებრივი პოზიცია აქვს მას, ოპონენტების პირველი დარტყმის ობიექტი ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტში ხდება ხოლმე სწორედ ეს ადამიანი. ის რომ ირაკლი კობახიძე თანამდებობისთვის შეუფერებელი, ამის შესახებ ოპოზიციაც საუბრობს. მათი თქმით, ასეთი ცუდი პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს ჯერ არ ყოლია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პარლამენტს პატრონი არ ყავს. კობახიძე უბრალოდ ზის თავმჯდომარის სავარძელში ნომინალურად. არ არის, აი, იმდენად მყიფედ არის იმ სავარძელშიც, რომ უკვე საკუთარი გუნდის წევრებიც კი არ არიან მზად დაიცვან ის. უკვე დაინახავთ უახლოეს პერიოდში, რეალურად კობახიძე მართლა არის თავმჯდომარე თუ არ არის. მასაც კი არ ჯერა. დარწმუნებული ვარ, მას რო კონდეს ასარჩევად საქმე, იგი ხვალ დილით სახლიდან სამსახურში არ მოვიდოდა. ეზიზღება ალბათ ის გარემო და ის ატმოსფერო, რომელიც მას აქ ხდება. ირაკლი კობახიძე სამწუხაროდ არის არა პარლამენტის თავმჯდომარე, არამედ ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის სურვილების შემსრულებელი აი ამ დარბაზში. ეს ძალიან სამწუხაროა. ეს არის ახალგაზრდა ადამიანის, მე ვფიქრობ, პროფესიული ტრაგედია, იმიტომ რომ აი უბრალოდ თავს იკლავს პროფესიულად, პოლიტიკურადაც და ქვეყნისთვის ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ ეს ამ ინსტიტუტს ბოლომდე აკნინებს. წარმოუდგენელია, რომ ესე სუსტად გამოიყურებოდეს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც არ აინტერესებს წესი, საზოგადოებრივი მოთხოვნა, მხოლოდ აინტერესებს ის პოლიტიკური დაკვეთა, რაც მიღებულია გზებიდან. რა ფაქტებს აგროვებს ეკა ბესელია უახლოეს მომავალში გაირკვევა. ფაქტია, რომ კობახიძის იმპიჩმენტის საკითხზე დისკუსია ამით არ ამოწურულა. ხოლო არანაკლებ ხმაურიანი დღეა მოსალოდნელი. კრიტიკის ობიექტში პერსონალურად პარლამენტის თავმჯდომარე ხოლაც იქნება, რადგან კანონმდებლები მის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს განიხილავენ. ვერ შეჯერებული პოზიციები და გადადებული განხილვის პროცესი პარლამენტი კობახიძის კანონპროექტს მხოლოდ მას შემდეგ განიხილავს, რაც უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილს შეხვდება. ქართული ოცნების ლიდერებს ამ გადაწყვეტილების მიღება ოპოზიციასთან ერთად საკუთარი გუნდის წევრებმაც აიძულეს. ოცნებაში არ მალავენ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით პოზიციები შესაჯერებელი და გასააზრებელია. საპარლამენტო უმრავლესობა ხვალ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ დეპუტატებს შესწორებულ კანონპროექტს არ უდგენს და განხილვების სავარაუდოდ ხმაურიანი პროცესი დაიწყება. როგორც დააკომპლექტებს პარლამენტი უზენაეს საბჭოს საბოლოოდ პარასკევს გაირკვევა. თქვა მოსაზრება თხოვნა ჩვენი კოლეგების მხრიდან, რომ უმჯობესია ჯერ
ჩასწორებული ტექსტი დაიგდეს და ამის შემდეგ დავიწყოთ უკვე საგნობრივი განხილვა ამ კანონპროექტის. კობახიძის კანონპროექტის ირგვლივ ქართული ოცნება რომ ერთსულოვანი არ არის, ეს დღევანდელმა სხდომამ კიდევ ერთხელ აჩვენა. ქართული ოცნების რამდენიმე წევრის წუხილმა რომ კანონპროექტის საბოლოო ვერსიის ნახვისა და პოზიციის გაზიარების გარეშე მხარდაჭერა გაუჭირდებოდათ, პარლამენტის თავმჯდომარე აიძულა, სხდომა შეეჩერებინა და გუნდის წევრები სათათბიროდ გაეწვია. კანონპროექტის განხილვის გადადებას ითხოვდა ოპოზიციაც. ძალიან ძნელია მათთვის განსაკუთრებით ვინც არა ვართ იურისტები სიტყვიერად მოვისმინოთ და გავიგოთ იმ რეზოლუციის ესე ვთქვათ რეკომენდაციების შინაარსი რამდენად აისახა ან არ აისახა იმ დებულებაში რომელიც მე გამოითქმოდა მე არ მინდა საკუთარი თავი კენჭისყრის წინ დავაყენო იმისინ ან დაუჭირო ან არ დაუჭირო მე მანამდე მინდა რომ გქონდეს გარკვეული ესე ვთქვათ აღქმის საშუალება ხო არ ჯობდა რომ დღესვე კი ბატონო განვიხილოთ მაგრამ 1 საათით გამოცხადეს შესვენება ჩავატაროთ უმრავლესობის ხდომა გითხრათ თქვენი პოზიცია რომელსაც რატო უნდა დავეთანხმოთ. დაწერილი მინდა ვნახო რომ ვიმსჯელო ამ საკითხზე. და ეხლა თქვენ მეუნებით რომ მორიგ ჯერზე მოусმინო ანრი ოხანაშვილის რაღაცა მონათხრობს თქვენს მიერ დაწერილ სადღაც. რას საერთოდ რაზე ლაპარაკობთ? დეპუტატები გეუბნებიან და ჯერ ერთი მომისმინეთ რომ გელაპარაკებით ბატონო ირაკლი. პარლამენტის თავმჯდომარეობა არ ნიშნავს შემაღლებულზე ჯდომას ან ინსტრუქციების მიღებას და გატარებას. გაურეკეთ ამ ბიძინა ევანიშვილს და შეუთანხმდით და გადადეთ საკითხი. სავარაუდოა რომ ქართული ოცნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებაზე საბოლოოდ ვერ შეთანხმდა და მორიგის შეკრება ხვალისთვის ამჯერად ბიძინა ივანიშვილთან ერთად დაგეგმა. ხვალამდე გადაიდო კანონპროექტის განხილვაც. ოცნების წევრები ამბობენ, რომ ხვალ დეპუტატებს შესწორებული ვერსიები დაურიგდებათ, სადაც ასახული იქნება ვენეციის კომისიის ორი მთავარი რეკომენდაცია: ინტერესთა კონფლიქტის გათვალისწინება და საკვალიფიკაციო გამოცდების გაუქმება. უმჯობესი არის რომ უკვე იყოს ასახული ტექსტობრივად ვენეციის კომისიის რეკომენდაციები კანონპროექტში, რომელიც განიხილება პარლამენტის პლენარული სხდომის მიერ, ამაზე შევჯერდით, ანუ ტექსტი იქნება ასახული უკვე დოკუმენტში და ამის საფუძველზე ხვალ უკვე შედგება საბოლოო დილით საგნობრივი განხილვა უმრავლესობის ფორმატში და ამის შემდეგ ხვალ გაგრძელდება უკვე პლენარულ სხდომაზე ამ კანონპროექტის განხილვა. პროცესი არ მიდის ფორსირებულად, ახლა შეგიძლიათ ჩახედოთ რეგლამენტსაც და დღის წესრიგსაც რეგლამენტის დაცვით ჩვეულებრივი პროცედურით მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა. ლიდერების მტკიცების მიუხედავად ქართულ ოცნებას პოზიციების გაცნობისა და გაზიარებისთვის დრო რომ სჭირდება, ამას გუნდის სხვა წევრები ამბობენ. ზოგიერთი მათგანი ფიქრობს, რომ პროცესების ნაჩქარევად წარმართვა მართებული არ იქნება და ამ პროცესმა ოცნება და პარლამენტის თავმჯდომარე მთავარ მიზნამდე უნდა მიიყვანოს, დააკომპლექტოს სასამართლო ღირსეული მოსამართლეებით. პრინციპში ესეც საკითხი უნდა იყოს ძალიან ესეთ ფუნდამენტური მსჯელობის საფუძველზე უნდა მოხდეს და მე იმედი მაქვს რომ რაღაცა სქემაზე ჩამოყალიბდეთ, სადაც გარჩევის, ანუ ამ საკითხების გაანალიზების და სწორად ასახვის რეკომენდაციების სწორად ასახვის შესაძლებლობა გვექნება. ჩვენ დრო ჭირდება იმისათვის, რათა კიდევ უფრო შინაარსობრივად, უფრო სიღრმისეულად გავეცნოთ ამ წინადადებებს. ყოველგვარი რაღაცა გარკვეული სიჩქარე და სისწრაფე შეიძლება იყოს ახმული, რომ რაღაცის დამალვა, რაღაცის გადაბიჯება უნდა მართლ გუნდს. ეს პროცესი არ იქნება, რომ ჩვენ ახლა აუცილებლად უნდა ბოლომდე შევავსოთ. ყველა რადაც არ უნდა დაუგიჯდეს. ახლა ეს ფეხბურთის გუნდი არ არის, რომ 11 თუ არ არის, აუცილებლად აი ვიღაცა ჩამოვიყვანოთ და ითამაშოს, ხო იქა? ქართულმა ოცნებამ გუნდში ვერ შეჯერებული პოზიციების გამო განხილვა ერთი დღით გადადო, თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ კანონპროექტზე მსჯელობის პროცესი 2 კვირის შემდეგ უნდა განახლდეს. ოპონენტებს აქვთ ეჭვი, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს და ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილების მიღება ნაჩქარევად სურთ. არ აქვთ მოლოდინი, რომ ოცნება ფუნდამენტურ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს. თავად უმრავლესობაშიც განხეთქილებაა, იმიტომ რომ ზოგიერთი დეპუტატი აცნობიერებს იმას, რომ ძალიან ცუდ კანონს იღებს რეალურად დღეს ქართული ოცნება. ჩემი აზრით, კობახიძე მაინც ფორსირებულად მოახდენს ამ კანონპროექტის გატანას ხვალ. თვითონ უმრავლესობის წევრებსაც მობეზრდათ სტატისტების როლი, ისინი არ დაემორჩილონ დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს ცხრებივით, როგორც ამას აკეთებდნენ ხოლმე და როგორც გონია პარლამენტის თავმჯდომარეს და შესაბამისად ამის შედეგი მგონია ამ სხდომის გადადება.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საპარლამენტო უმრავლესობამ ვენეციის კომისიის დასკვრა მოსამართლეებთან და საბჭოს წევრებთან ერთად განიხილა. ირკვევა, რომ ის, რასაც ქართული ოცნება იზიარებს, არ იზიარებს სადავო მოსამართლეთა ნაწილი. ლევან მურუსიძე და გიორგი მიქაუტაძე წინააღმდეგნი არიან გაუქმდეს საკვალიფიკაციო გამოცდები. ამ რეკომენდაციის გათვალისწინების გამო დღეს პარლამენტმა გიორგი მიქაუტაძისგან საყვედურიც დაიმსახურა. კონსტიტუციაში ჰქონდა ვენეციის კომისიას რეკომენდაცია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაეკომპლექტებინა უზენაეს სასამართლო და თუ ჩვენ მისხალ ვითვალისწინებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, მე შევთავაზებდი საქართველოს პარლამენტს, რომ გაეთვალისწინებინა ის პირველადი რეკომენდაცია და ჩვენ დღეს აქ არ მოგვიწევდა შეკრება და დროის დახარჯვა აი ამ კანონ პროექტზე, რომელსაც ახლა ვიხილავთ. თუ აი საზოგადოება თანხმდება, რომ განსაკუთრებული კვალიფიკაცია და კომპეტენცია აქვს, უჩაბარებს გამოცდას, მაგრამ დანარჩენ ადამიანებს, ვისაც აქვს პრეტენზია, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობა დაიწყონ, ელემენტარულად გამოცდა უნდა ქონდეს ჩაბარებული. საბჭოს არამოსამართლე წევრები კი მთავარი რეკომენდაციების გათვალისწინებას აუცილებლად მიიჩნევენ, თუმცა ამის მოლოდინი არ აქვთ. ანა დოლიძის და ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, ვენეციის კომისიისთვის თვალსაჩინო გახდა იუსტიციის საბჭოს დაბალი ნდობა და პროცესში ეგრეთ წოდებული კლანის ინტერესები. არამოსამართლე წევრები ფიქრობენ, რომ უზენაესი სასამართლო ეტაპობრივად უნდა დაკომპლექტდეს. ვენეციის კომისია ნდობას არც საქართველოს პარლამენტს უცხადებს. შესაბამისად, მე ვხედავ გამოსავალს საკანონმდებლო ცვლილებებში და მე ვხედავ გამოსავალს იმაში, რომ მაქსიმალურად შევბეჭოთ ჩინჩალაძის კლანი. ვენეციის კომისიის პოზიციის მიმართ იყო ფორმალისტური დამოკიდებულება, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო კეკლუცობა. რა რეკომენდაციების გათვალისწინებაზე შეჯერდება ქართული ოცნება, ეს საბოლოოდ მაშინ გაირკვევა, როცა მმართველი გუნდი ლიდერის პოზიციას მოისმენს. დილით 10 საათზე ჩანიშნული უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარლამენტის წევრებს 12 საათზე მაგიდებთან ჩასწორებული კანონპროექტი დახვდებათ. ცოტა ხნის წინ ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს შენობაში დევნილები შეიჭრნენ ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რას ითხოვენ დევნილები ლიკა ჯანყარაშვილი გვეტყვის. ხუზნეთის 59 ნომერში მდებარე კარდიოლოგიური კლინიკის ტერიტორიაზე შეიჭრნენ დაახლოებით 1 საათის წინ დევნილები. ამ დროისთვის აქ შეჭრილია დაახლოებით 16 ოჯახი. ჩვენ არ გვეძლევა საშუალება იმის, რომ შევიდეთ ტერიტორიაზე და პირადად გავესაუბროთ დევნილებს, თუმცა მათ პირად სატელეფონო საუბარში აღნიშნეს, რომ შიდა ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები, თუმცა სიმშვიდეა ისინი ელოდებიან, როდის გამოცხადდება ადგილზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ დაკმაყოფილდნენ ისინი კუთვნილი ბინებით. ამასთანავე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო შიდა ტერიტორიიდან, რის შემდეგაც უკვე შიგნით მყოფმა დევნილებმა განგვიმარტეს, რომ დაპირისპირება არათუ სამართალდამცველებთან, არამედ იმ დევნილებთან მოხდა, რომლებიც იქამდე იმყოფებოდნენ კარდიოლოგიური კლინიკის ტერიტორიაზე, სანამ ეს 16 ოჯახი 1 საათის წინ შევიდოდა კარდიოლოგიური კლინიკის ტერიტორიაზე. ამასთანავე ცოტა ხნის წინ ამ ადგილიდან გამოვიდა ერთ-ერთი ექიმი, რომელსაც ჩვენ ვკითხეთ, იყო თუ არა ვინმე ამ ტერიტორიაზე თუ ცუდა, თუმცა ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია. როგორც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, უზნეთის 59 ნომერში სამართალდამცველები მობილიზებულები არიან და ჩვენთვის უცნობია აქ როდის გამოცხადდება ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იმისთვის, რომ დევნილებს გაესაუბროს. ლიკა ჯანყარაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. გარდაცვლილი ლია კერზაიაშვილი ხოლ პროკურატურაში მივა ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალების თაობაზე საქმის მასალებს გაეცნობა. ბაჩანა შენგელიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში შესაბამისი სტატუსი არ აქვს, საქმის მასალების გაცნობის თაობაზე შეთავაზება თავად გენერალური პროკურატურისგან მიიღო, რასაც დათანხმდა და საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივა. ბაჩანა შენგელიას ხვალ ბრიფინგი ჰქონდა დაანონსებული ექსპერტიზისა და პროკურატურის ქმედებებთან დაკავშირებით. დღეს კი გენერალური პროკურატურისგან შეხვედრის თაობაზე შეთავაზება მიიღო. ცოტა ხნის წინ გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით თადუმაძის უწყება ბაჩანა შენგელიას თავაზობს მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს გამოცხადდეს საგამოძიებო უწყებაში, სადაც შეხვდებიან საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელები, სრულად გააცნობენ საქმის მასალებს და მიაწვდიან ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
ბრიფინგის დაანონსებიდან დაახლოებით 2 საათში მოხდა დაკავშირება პროკურატურის მხრიდან და მითხრეს, რომ საქმის მასალებს მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული სტატუსი არ მაქვს, გამაცნობენ საქმის მასალებს და ასევე მე ვითხოვე შეხვედრა გენერალურ პროკურორთან, თუმცა შეხვედრაზე მზად არის, როგორც მითხრეს, საგამოძიებო ნაწილის უფროსი. ჩვენ ხვალინდელი საქმის გასნობის შემდეგ უფრო გამოვავლენთ იმ გარკვეულ ხარვეზებს გამოძიებაში, რაც სავარაუდოდ არსებობს. პოლიტიკის გამო დასჯილი სასახლე ავლაბრის სასახლე ბიძინა ივანიშვილს და ოცნების სხვა ლიდერებს დიდი ხანია აღელვებს და მიზეზად სულ დიდ საბიუჯეტო ხარჯებს ასახელებდნენ პრეზიდენტის სასახლის თემამ აქტუალობა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ისევ შეიძინა და მაშინ ქართული ოცნების მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ავლაბრის სასახლეში არ შევიდოდა. ახალმა პრეზიდენტმა რეზიდენციას ორბელიანების სასახლე არჩია, თუმცა დღეს დაწუნებულ შენობაში სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურ მიღებებს მართავს. ქვეყანაში ორი სასახლეა და ორივეს შესანახად ბიუჯეტიდან თანხა უნდა გაიხარჯოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხარჯებზე არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ შენობამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი დანიშნულება შეიძინა, ვიდრე ჰქონდა. ოპოზიციის წარმომადგენლები გაზრდილ ხარჯებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ძველი პრეზიდენტის სასახლე საბანკეტო დარბაზად გადააქცია. ორბელიანის სასახლე ძალიან ჩემთვის არის სრულიად მისაღები, ვიდრე ეს მასშტაბური რაღაცა სხვა რამეებს მაგონებს ეს მასშტაბური შენობა. სალომე ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ წინა საარჩევნო კამპანიისას თქვა, რომ ავლაბრის რეზიდენციაში არ შევიდოდა და ინაუგურაციის შემდეგ ორბელიანების სასახლეში შევიდა. მალევე მთავრობასა და პარლამენტში დაიწყეს მსჯელობა, თუ რა დანიშნულება უნდა მოეძებნათ ავლაბრის სასახლისთვის. პარლამენტში შეიქმნა სპეციალური ჯგუფიც ავლაბრის ყოფილი რეზიდენციის სამომავლო დანიშნულებაზე სამსჯელოდ. მოგვიანებით გადაწყდა, რომ პრეზიდენტის სასახლეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლე დაერქვა. სალომე ზურაბიშვილი პირველად ცერემონიების სასახლეში 9 აპრილს მიღების დროს შევიდა. მეორედ კი კვიპროსის პრეზიდენტს უმასპინძლა. ხელისუფლებამ ავლაბრის რეზიდენციის სტატუსის გაუქმება ქამრების შემოჭერით ახსნა, თუმცა სახელმწიფოს თუ აქამდე მხოლოდ პრეზიდენტის სასახლის შენახვა უწევდა. ახლა ქვეყანაში ორი სასახლეა და ორივეს შესანახად ბიუჯეტიდან თანხა უნდა გაიხარჯოს. კითხვაზე, რამდენად საჭიროა დღეს ქვეყანაში ცალკე სახელმწიფო ცერემონიების სასახლე და აისახება თუ არა ეს სახელმწიფო ბიუჯეტზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პასუხი არ აქვს. ხატია მოისრაფიშვილი ამბობს მხოლოდ იმას, რომ შენობამ უფრო მნიშვნელოვანი დანიშნულება შეიძინა, ვიდრე მას ადრე ჰქონდა. ეს არის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე ყოფილ საპრეზიდენტო ნაწილში, ხოლო მეორე ნაწილში, როგორც უკვე გითხარით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაზე მიმდინარეობს ამჟამად მუშაობა, იქ მოეწყობა კულტურულ საგანმანათლებლო სივრცე. ხარჯებზე არ საუბრობს არც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს იმას, რომ ცერემონიების სასახლეს დიდი დატვირთვა ექნება და ის მთლიანად საზოგადოებას მოემსახურება. ეს სასახლე რეალურად მოემსახურება საზოგადოებას. ის არ იქნება საპრეზიდენტო სასახლე ან არც სამთავრობო შენობა, უბრალოდ დამატებით იქნება ერთ-ერთი ფუნქცია პროტოკოლური ღონისძიებების. ოპოზიციაში ავლაბრის სასახლის ადრინდელ მნიშვნელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა დღეს ის საბანკეტო დარბაზად გადააქცია, სადაც მიღებები შეიძლება თვეში ერთხელ შედგეს, თუმცა სახელმწიფო ვალდებულია ცერემონიების სასახლე ყოველწლიურად შეინახოს, რაც რომან გოცირიძის აზრით დანაშაულია. პრეზიდენტის სასახლე გადაიქცა საბანკეტო დარბაზად. თვეში ერთხელ მოვა რომელიმე მაღალი რანგის უცხოელი სტუმარი, შემდეგ იქ ისადილებენ, გამართავენ ასე ვთქვათ წარმომადგენლობით ბანკეტს და ერთი თვე ამ კიდევ უფრო მეტი უნდა ველოდოთ ახალი სტუმრის ჩამოსვლას და ამ დროის განმავლობაში ეს შენობა უნდა შეენახოს ბიუჯეტმა. ეს არის პირდაპირი მავნებლობა. მე მგონი ხალხო სალომეს არ ესმის რას ნიშნავს სიტყვა შევალ რეზიდენციაში ან არ შევალ. ყოველწლიურად ავლაბრის ყოფილი რეზიდენციის შენახვა ფუნქციონირებისთვის ბიუჯეტიდან ჯამში დაახლოებით 2.209.000 ლარი იხარჯება. ავლაბრის უკვე ყოფილი რეზიდენციის სტატუსთან დაკავშირებით იდენტური პოზიცია არაერთხელ დაუფიქსირებიათ სალომე ზურაბიშვილსა და მართველი გუნდის წევრებს. ზურაბიშვილის წინამორბედის შემთხვევაში კი სწორედ ავლაბრის რეზიდენცია გახდა მარგველაშვილისა და ქართული ოცნების დაპირისპირების მიზეზი. 80,000 ლარი ერთჯერადი იურიდიული მომსახურებისთვის კომპანია MG, რომელთანაც ქალაქის მერიამ ხელშეკრულება გააფორმა საერთაშორისო არბიტრაჟში City Park-ის საქმეზე თბილისის მერის ინტერესებს დაიცავს. დოკუმენტი ოპოზიციამ გაასაჯაროვა, სადაც ამბობენ, რომ დედაქალაქის მთავრობა ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავს. კომპანია MG-ში ადასტურებენ ხელშეკრულების გაფორმების საკითხს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ. მერისთვის ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლოა, ამბობენ, რომ არის შემთხვევები, როდესაც იურიდიული მომსახურებისთვის მერიას გარე კომპანიებთან კონსულტაციები სჭირდება.
Ამ დოკუმენტით ირკვევა, რომ 11 მარტს ქალაქის მერიამ იურიდიულ კომპანია MG-სთან ერთჯერადი იურიდიული დახმარებისთვის 80,000 ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. საქმე City Park-თან დავასეხება და მერიამ კომპანია MG-ს სამართლებრივი რისკების შეფასებისა და შემცირებისთვის დაიქირავა. გარდა ამისა, კომპანია საერთაშორისო არბიტრაჟში თბილისის მერიის ინტერესებს დაიცავს. დოკუმენტი საჯარო საკრებულოს ოპოზიციამ გახადა, სადაც ამბობენ, რომ საქმე თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან გვაქვს. კომპანიას რომ ედაო ზედაქალაქის მერია ამისთვის დამატებით ვქირავთ იურისტებს და უნდა გადავიხადოთ 80,000 ლარი. კვალიფიციური იურისტები დედაქალაქის მერიას არ ყავს, მათ შორის საერთაშორისო დავები რომ აწარმოოს. არა და ამისთვის ცალკე საქალაქო სამსახური გვაქვს. MG-ში ამბობენ, რომ კომპანია მერიას City Park-ის საქმესთან დაკავშირებით კონსულტაციებს უწევს, თუმცა უფრო ცლად თუ რა ეტაპზეა საქმე კომპანიის ხელმძღვანელობას საუბარი არ სურს. უწევი იურიდიული მომსახურება City Park-თან დაკავშირებით დოკუმენტს დაწერე, იმის მეც მაინც ვერაფერს ვერ ვიტყვი. მე გამომდინარე იქიდან ვარ ადვოკატი და ვარ შეზღუდული სხვადასხვა ვალდებულებები. ხელშეკრულება არის გაფორმებული. თანხა თუა უკვე გადახდელი? არა. ქალაქის მერიაში ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ რიგ შემთხვევებში, როდესაც საქმე საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეხება, გარე კომპანიების ჩართულობაა საჭირო. არის რიგი შემთხვევები, როდესაც გარკვეულ საერთაშორისო სამართლებრივ ურთიერთობებს შეიძლება, მათ შორის სახელშეკრულებას შეიძლება ეხებოდეს ესა თუ ის საკითხი და ამ კუთხით სახელმწიფო სტრუქტურას დამატებითი მომსახურება დაჭირდეს. ეს არის ჩვეულებრივი ნორმალური პროცესი, რაც ხორციელდებოდა იმავე ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლების ხელისუფლებაში ყოფნის დროს. თბილისის მერიამ City Park-თან ხელშეკრულება 2018 წლის 10 აპრილს გაწყვიტა. მას მერე City Park-ის ფუნქციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ასრულებს. City Park-ში ფიქრობენ, რომ ქალაქის მთავრობამ ხელშეკრულების უსაფუძვლოდ შეწყვეტის გამო კომპენსაცია უნდა გადაიხადოს. მერიის წინააღმდეგ ისინი ბრიტანული იურიდიული კომპანიით იბრძვიან. საუდის არაბეთში სიკვდილი გველი საქართველოში ჩამოსული დები დახმარებას ითხოვენ. Twitter-ში შექმნილი სპეციალური ანგარიში დების საკუთარ მდგომარეობაზე ყვებიან და ამტკიცებენ, რომ მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში სიკვდილი ელით. დები დახმარებას გაეროს დევნილთა უმაღლეს კომისარიატსაც თხოვენ. ერთ-ერთი და კი ამტკიცებს, რომ საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ მისი მამა და ძმები, რომლებიც ეძებენ. ჩვენ საუდელი დები ვართ, ჩემი სახელია მაჰა და ჩემი დის ვაფა. ჩვენ საფრთხეში ვართ, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება, რათა ჩვენი ხმა ყველას მივაწვდინოთ. ჩვენ გვინდა ქვეყანა, რომელიც მიგვიღებს და დაიცავს ჩვენს უფლებებს. გთხოვთ დაგვეხმაროთ. საუდის არაბეთის მთავრობამ გააუქმა ჩვენი პასპორტები, ჩვენ ახლა საქართველოში ვართ. მამა ჩემი და ძმები ჩამოვიდნენ საქართველოში და ისინი ჩვენ გვეძებენ. ჩვენ ოჯახის მხრიდან ჩაგვრას გავეკეცით, რადგან საუდის არაბეთში კანონი ზედმეტად სუსტია ჩვენს დასაცავად. ჭირდება გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს დაცვა იმისთვის, რომ უსაფრთხო ქვეყანაში წაგვიყვანონ. გთხოვთ დაგვეხმარეთ გადარჩენაში. იდებატე კანონის უზენაესობა, ასე ქვია გრძელვადიან არაფორმალურ განათლების ინიციატივას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და რომელიც მიზნად ახალგაზრდებში დებატების, კულტურისა და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას ისახავს. ლექციების საფუძველზე მონაწილეები იღებენ ცოდნას კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების შესახებ, ხოლო ტრეინინგების საფუძველზე ეუფლებიან დებატების ხელოვნებას და მსჯელობენ კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ ქვეყანაში არსებულ აქტუალურ საკითხებზე. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, სადაც კანონი უზენაესია, ხვდებით საქართველოს პირველ 1921 წლის კონსტიტუციაში. და ეს მაშინ, როდესაც ეს პრინციპი ჯერ კიდევ ბევრ ევროპულ სახელმწიფოში არ იყო სათანადოდ აღიარებული. კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების შესახებ ბევრს მსჯელობენ ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის მონაწილეები. იდებატე კანონის უზენაესობა. ასე ხვია პროექტს, რომელშიც ლექციების საფუძველზე მონაწილეები იღებენ ცოდნას კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების შესახებ, ხოლო ტრენინგების საფუძველზე ეუფლებიან დებატების ხელოვნებას და დებატებს მართავენ კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ ქვეყანაში არსებულ აქტუალურ საკითხებზე. პროექტის სახელწოდებით იდებატე კანონის უზენაესობა მიზნად ისახავს იმას, რომ შეისწავლონ მოსწავლეებმა, მონაწილეებმა კანონის უზენაესობის შესახებ, ადამიანის უფლებების შესახებ, მაგრამ ჰქონდეთ ამ საკითხების მიმართ კრიტიკული მიდგომა. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ჩვენი ტრენერები, ლექტორები არიან ისეთი ადამიანები, ვინც უშუალოდ მუშაობენ ასეთ საკითხებზე, მაგალითად, როგორიც არის გენდერი, გენდერული თანასწორობა, რელიგიის თავისუფლება და ასე შემდეგ და ისინი გარდა თეორიული ცოდნისა მათ აძლევენ
პრაქტიკულ მაგალითებსაც და აძლევენ იმის საშუალებას, რომ ყველა შემთხვევა მათ კრიტიკულად გააანალიზონ. პირველად იდეა ასეთი პროექტი შექმნის გაჩნდა ამერიკის საელჩოს შიგნით. მე მიხარია, რომ დღეს შემიძლია ამ პროექტზე ვისაუბრო, რადგან მაშინ ვიყავი იმ გუნდის წევრი და მე მომეცა საშუალება, რომ ეს იდეა საქართველოს მომავლის აკადემიასთან ერთად ამ ფორმით გამეხორციელებინა და დღეს უკვე ჩვენ საუბრობთ პარტნიორულ პროექტზე, რომელიც საქართველოს მომავლის აკადემიასა და ამერიკის საელჩოს შორის არსებობს. ეკონომიკის, სოციოლოგიის, სამართლის, პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, კულტურის და სხვა სფეროებში კრიტიკული აზროვნების განვითარება პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებულ პროექტს საქართველოს მომავლის აკადემია ახორციელებს, სადაც პროექტის მიზნად ქვეყანაში დებატების და საჯარო გამოსვლების არსებული კულტურის ამაღლება ასახელებენ. ბანკების ნაწილიდან მონაწილეები იღებენ ცოდნას იმ შესახებ, თუ როგორ ტარდება ზოგადად ბრიტანულ საპარლამენტო სტილით დებატები და ამაზე ჩვენი ორგანიზაციიდან საუკეთესო ტრენერები აწვდიან ცოდნას ჩვენს მონაწილეებს, თუ როგორ უნდა გამოვიდნენ ისინი დებატების დროს, ვის რა პოზიცია უკავია. თბილისი იყო პირველი ქალაქი, რომელშიც ჩატარდა ეს პროექტი და თავიდანვე დიდი გამოხმაურება მოყვა ამ პროექტს. ძალიან ბევრი აპლიკაცია მივიღეთ. სხვა ქალაქებშიც საკმაოდ დიდია დაინტერესება ჩვენი პროექტის მიმართ. გვეკითხებიან Facebook-ზე უფრო დაწვრილებით და დაახლოებით 100-მდე აპლიკაცია შემოდის მინიმუმ თითოეულ ქალაქში. თბილისი, გორი, თელავი, ახალციხე, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი. ლოკაციები ასეთია. მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები და ბაკალავრიატის სტუდენტები ერთმანეთს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ბრიტანული საპარლამენტო დებატების სტილით ედებატებიან. ძალიან გავიზარდეთ, გავიგეთ საერთოდ რა იყო დებატები, ისთვის იყო საჭირო, ანუ როგორ ტარდებოდა ეს ყველაფერი და თუ შევადარებთ ჩვენი პირველი რაუნდის დებატებს, ბოლო ან მეხუთე რაუნდის დებატებთან, ანუ საკმაოდ ძალიან გაზრდილები ვიყავით, რაც ჩვენს კარგად შემომისნით. დამეხმარა, რომ სხვადასხვა საკითხებზე მიმეღა უამრავი ინფორმაცია, რაც აქამდე არ ვიცოდი. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, რომ მიიღეს გამოცდილება, რომელსაც არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც გამოვიყენებ სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში. ჩემი ამ პროექტში მონაწილეობის მიზანი იყო ის, რომ განმევითარებინა კრიტიკული აზროვნება და მიმეღო დიდი გამოცდილება, რაც გამართლდა და დღეს მე ამ პროექტით ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, ასევე შევიძინე უამრავი მეგობარი. ახლა პროექტის ახალი სეზონი აქტიურ ფაზაშია. მომდევნო ქალაქი, სადაც ლექციები და ტრენინგები გაიმართება, ბათუმია. სეზონის ბოლო შემაჯამებელი ღონისძიება კი თბილისში გაიმართება. მე ამ ინფორმაციით ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.